17 დეკემბერს კომპანია RMG თანამშრომლებთან და ასევე მოწვეულ სტუმრებთან სამთოელის პროფესიული დღე იზეიმა. წელს 2024 და 25 წლების წარმატებულ სამთოელების დაჯილდოებასთან ერთად კომპანიამ სამთო წარმოების 50 წლის იუბილეს აღნიშნა და ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საიუბილეო ღონისძიებამ წარმოების 50 წლის ისტორიის ჩვენებითა და დამსახურებული თანამშრომლების მოგონებებით გახსნა. 2024-25 წლების გამორჩეული სამთოელები RMG-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დააჯილდოვა. კომპანიის ინიციატივით წელს პირველად სამთო საქმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სამთოელის ჯილდოს დაწესდა, რომელიც აკადემიკოს ლევან ჯაფარიძეს გადაეცა. წარმოების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანიის ინიციატივით დიზაინერმა ანუკა ქებურიამ შექმნა სამთოელის საზეიმო კოსტიუმიც, ხოლო მოქანდაკე ვალერი ჯიქიამ სამთო საქმისადმი მიზღვნილ მონუმენტზე მუშაობაც დაანონსა, რომელიც მომავალ წელს დაიდგმება. RMG-მ სამთოელის პროფესიული დღე 2019 წელს დააწესა და ის ყოველი წლის 17 დეკემბერს აღენიშნება. 6 წლის მანძილზე კომპანიამ 53 დამსახურებული თანამშრომელი გამოარჩია და დააჯილდოვა. სასიამოვნოა თვითონაც როცა სამედრესასწავლი ერთმანეთს დაემთხვა ეს არის სამთოელის დღე, რომელიც უკვე 6 წელია ჩვენ როგორც ტრადიცია ისე ვაქცია და ვცდილობთ ყოველ წელს ვიზეიმოთ. დღეს რადგან 50 წლის იუბილეს გახლავთ მაგნურის კომბინატის პირველი ხაზის გახსნიდან ეს ორმაგად და სამაგად დიდი დღესასწაულია ჩვენთვის.